ჩართულია. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. ვიდეოს დასაწყისში მინდა ვთქვა, რომ ეს ვიდეო არის ერთ-ერთი განსაკუთრებული ვიდეო, ვინაიდან თუ კი შენ დღეს 2026 წელს იწყებ, ეს რა რითმა იყო. თუ კი შენ 2026 წელს გინდა რომ დაიწყო კიბერუსაფრთხოება, არის ის საიდან, სწორედ ამ ვიდეოში გაგიზიარებ იმ 6 წლიან გამოცდილებას, რაც გავიარე აქამდე და მოგცემ დეტალურ გეგმას თუ როგორ დაიწყო კიბერუსაფრთხოება 2026 წელს. სხვათა შორის ეს ის გეგმა, რომელზეც ვიოცნებებდი რომ მქონოდა მაშინ, როდესაც ვიწყებდი ამ სფეროში სწავლა-განვითარებას. ასევე დარჩით ვიდეოს ბოლომდე, ვინაიდან ვიდეოს ბოლოს დავანონსებ ძალიან საინტერესო რამეს, რაც შეიძლება დაგაინტერესოთ ძალიან ბევრ თქვენგანს. ახლა კი მოდი დავიწყოთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, საიდანაც დავიწყებდი, ეს არის ნეტვორკინგის ბეისიკები. ეს არ არის უბრალოდ ნეტვორკინგი, ეს არის ნეტვორკინგი ჰაკერის პერსპექტივიდან. მაგალითად, როგორ მუშაობს პროტოკოლები, როგორიც არის TCP, DNS, ARP. რა ხდება მაშინ, როდესაც ხსნით ვებსაიტს, ან თუნდაც პინგავთ სერვერს, როგორ პოულობენ მოწყობილობები ერთმანეთს ქსელში. ასევე თუ როგორ მუშაობს, მაგალითად, როუტერები, სვიჩები და საერთოდ რა როლი აქვთ მათ ამ ყველაფერში და ამის შემდეგ გადავიდოდი ღრმა ნეტვორკინგზე უფრო ჩავხედავდი რეკვესტებს, გავაანალიზებდი მათ, ნახავდი თუ საერთოდ როგორ მოძრაობს ეს რეკვესტები ქსელში და ასე შემდეგ. ვინაიდან თუ კი თქვენ არ გესმით თუ როგორ მუშაობს ქსელი, მაშინ ვერ გაიგებთ როგორ უნდა გატეხოთ ის. ვიცი ძალიან ბევრ თქვენგანს ჰაკინგზე, კიბერუსაფრთხოებაზე გაახსენდება Linux-ი და Linux-იდან დავიწყებ და ისე დავჰაკავ ძმა. რა თქმა უნდა, Linux-ი ძალიან საჭიროა. საჭირო კი არა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჰაკერები იყენებენ. მაგრამ აქაც გვჭირდება დეტალური გეგმა თუ როგორ დავიწყოთ Linux-ი. პირველი საიდანაც დავიწყებდი მარტივად, ეს არის უბრალოდ თულები, კომანდები, რაღაცა საწყისი ნავიგაციის ბრძანებები ტერმინალიდან, რომ მივჩვეულიყავი თვითონ Linux-ის გარემოს. დავიწყებდი ყველანაირი თულის გატესტვას, რომელიც არის Linux-ში. უბრალოდ მიეჩვევი, პრაქტიკას გაივლი, ძალიან კარგია. გადავიდოდი შემდეგ Nmap-ზე, Metasploit-ზე, ასევე რატომაც არა ვწვდიდი Barbsuits, ნახავდი რეკვესტების მოძრაობას და ასე შემდეგ. ამის შემდეგ გადავიდოდი GitHub-ზე, ავიღებდი რაღაცა სკრიპტებს, გავტესტავდი. არ შეგეშინდეთ, რომ ვიღაცამ გიწოდოთ script-kit-ი. ანუ, ოკეი, თავიდან ყველა ფიქრობს მასე, რომ შენ ძმა რაღაცა პატარა სკრიპტებს იყენებ და ეგრე ჰაკავ რაღაცებს, ეგრე არ არის. მაგრამ, როდესაც გადმოხვალთ ამ სფეროში და გაივლით რამოდენიმე წელს, მიხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჰაკერების, სხვადასხვა ტიპების მიერ დაწერილი სკრიპტები, თუ თქვენ შეგიძლიათ ისინი გადააკეთოთ, გააანალიზოთ დეტალურად თუ როგორ მუშაობს და შემდეგ გადააწყოთ ისე, რომ შექმნათ ახალი. ანუ ეს კონტრიბუციები ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის მართლა ის, რომ შენ script-kit ხარ ძმა და რა ჰაკინგი. ამასობაში მივედით მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპამდე, რომელსაც ქვია სპეციალიზაციის არჩევა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას. ისინი სწავლობენ ყველაფერს ერთად. ასევე როგორც მე. ახლა რომ მომცეთ საშუალება რომ დაუბრუნდე უკან დროში, პირველი ავირჩიო სპეციალობა და შემდეგ გადმოვიდე უკან, ეს იქნებოდა იდეალური და გეტყოდით ძალიან დიდ მადლობას. არ არის ცუდი, რომ ყველაფერი ერთად ისწავლოთ, მაგრამ ეს გართმევთ ძალიან დიდ დროს. ჯობს, რომ აირჩიოთ, მაგალითად, web hacking-ი, networking-ის pentesting-ი, mobile hacking-ი, reverse-ული ინჟინერია, ან malware-ის ანალიზი, red teaming-ი, ან თუნდაც სოციალური ინჟინერია და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მოედანია, ძალიან ბევრი არჩევანი გაქვთ. ასევე თავიდან ვიტყვი, რომ არ არის ცუდი, რომ იცოდეთ ყველა, მაგრამ შეჩერდით, აირჩიეთ ერთი, ისწავლეთ, დახურეთ ბოლომდე და გადადით შემდეგზე. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს დაგიზოგავთ ძალიან დიდ დროს და ბევრად უფრო მარტივად ისწავლით იმ ყველაფერს, რაშიც პირობითად მე გავიარე ამ 6 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია, ვისაც ვთქვამს, რომ პროგრამირება და კოდის წერა თუ არის ძმა, ისე ვერ ისწავლი ჰაკინგს. მაგრამ ასე არ არის. არ გჭირდებათ საწყის ეტაპზევე, რომ იცოდეთ სასწაულად კოდის წერა, პროგრამირება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ისწავლით მას შემდეგ
როდესაც აერჩევთ სპეციალიზაციას. მოდი მაგალითად ავიღოთ web hacking-ი. როდესაც აიღებთ web hacking-ს და დაიწყებთ სწავლას, თქვენ მიხვდებით, რომ გჭირდებათ JavaScript-ი რაღაცა დონეზე. მაგრამ არ არის საჭირო, რომ ისწავლოთ JavaScript-ში რაღაც ასწავლი კოდების წერა. ასევე აქვე მინდა ვახსენო ისენები, რომლებიც კარგია თუ იცით გესმით რაღაც დონეზე, ან თუნდაც ამ სპეციალიზაციის არჩევის პარალელურად ისწავლით რაღაც დონეზე. ეს არის მაგალითად Python-ი. Python-ი ძალიან კარგი ენაა იმისთვის, რომ გააკეთოთ ავტომატიზირებული სკრიპტები. ძალიან ბევრი ჰაკერი ან თუნდაც GitHub-ზე ძალიან ბევრი სკრიპტ შეხვდებით, რომელიც არის Python-ში დაწერილი. თქვენ გჭირდებათ, რომ გესმოდეთ და ახლობით როგორ მუშაობს ეს სკრიპტი ანალიზის დონეზე. არ არის საჭირო, რომ დამოუკიდებლად დაჯდეთ და თქვენ თვითონ წეროთ გავსი სკრიპტები. შეგიძლიათ გამოიყენოთ AI გაანალიზებაში, ისწავლოთ თუ რა ნაწილი რას აკეთებს და როგორ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე ვისურვებდი, რომ თავიდანვე მცოდნოთ და bash scripting-ის შესახებ, ვინაიდან ეს ძალიან საჭირო რამაა, როდესაც მუშაობთ Linux-ში. Bash-ი ასევე გეხმარებათ, რომ შექმნათ ძალიან მარტივად, სწრაფად ავტომატიზირებული სკრიპტები, რომელიც დაგიზოგავთ ძალიან ბევრ დროს. ამ ყველაფრის გავლის შემდეგ, ტექნიკურად თქვენ ხართ ჰაკერი. ამის შემდეგ, პირადად მე რასაც ვიზავდი, არის ის, რომ გადავიდოდი უფრო სიღრმისეულად სიზუსტეების პოვნაზე. გამოვიყენებდი ისეთ open source პლატფორმებს, როგორიც არის მაგალითად TryHackMe, Hackthebox-ი, PicoCTF-ი, იმისთვის, რომ დამეტესტა ჩემი სკილები, ეს ცოდნა, რაც იქამდე გავიარე და მესწავლა ჰაკინგი ბევრად უფრო პრაქტიკულად. ასევე ამის პარალელურად შევხედავდი bug bounty-ებს, რომელიც იდეალური საშუალებაა, რომ რეალურ გარემოში დატესტოთ თქვენი სკილები და თუ კი წარმატებული bounty იქნებოდა, რაღაცა ფინანსური სარგებელიც ექნებოდათ აქედან. იქამდე, სანამ ამ ყველაფერს დაიწყებთ, მინდა გაიაზროთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ჰაკინგი არ არის მარტივი. სჭირდება დრო, ბევრი გამოცდილების დაგროვება, სხვადასხვა სკილების შეძენა, როგორიც არის მაგალითად searching-ი, მოძიება, დეტალებში ჩასვლა, თუნდაც AI-ის გამოყენება და ასე რაღაცა სკრიპტების დამუშავება, ან რაღაცა შეტევების გადაწყობა, გადმოწყობა, მაგრამ როდესაც თქვენ გაანალიზებთ თუ როგორ მუშაობს კონკრეტული სისტემები, ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ ჰაკინგის სწავლა. იქნება რაღაცა მომენტები, როდესაც რაღაცა სკრიპტები არ იმუშავებს, პრობლემები იქნება, კოდს ვერ ამუშავებთ, მაგრამ ეს არის სწორედ ის მომენტები, როდესაც არ უნდა დანებდეთ, თავიდან ცადოთ, შეისვენოთ და შემდეგ გააგრძელოთ. ეს არის ის მნიშვნელოვანი ჩვევები, რაც უნდა გამოიმუშაოთ თუ კი ხართ ამ სფეროში. იმ ყველაფრის სწავლა, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, რომ დამოუკიდებლად შესაძლებელია, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებულ kick-offs, ანუ starts იღებს, მაგალითად, კიბერბანაკებიდან, კიბერკურსებიდან, საქმეს 5-ჯერ და 10-ჯერ უფრო ამარტივებს. სწორედ ამიტომ მინდა დავაანონსო კიბერბანაკი 2026, სადაც თქვენ მიიღებთ იმ საჭირო სკილებს, გამოცდილებას და ჩვევებს, რაც გჭირდებათ, რომ დამოუკიდებლად დაიწყოთ შემდეგ განვითარება ამ სფეროში. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო წინასწარი ცოდნა დავიწყებთ ბეისიკებიდან ინტენსიური ტრენინგები 1 კვირის განმავლობაში. და კვირის ბოლოს გვექნებათ ჰაკათონი, სადაც შეეჯიბრებით ერთმანეთს, გამარჯვებულები მიიღებთ პრიზებს. იქნება, რა თქმა უნდა, პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილებები, შევხვდებით ამ სფეროში უკვე მომუშავე პიროვნებებს, რომლებსაც უკვე საკმარისი გამოცდილება აქვთ, იმისთვის, რომ გაგიზიარონ თქვენ და მიიღოთ ის რჩევები, რაც გჭირდებათ შემდგომში განვითარებისთვის და მოკლედ, როგორი ოფიციალურობა, არ გვინდა, მოკლედ, თუ კი გაქვთ სურვილი, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ ბანაკში, და ისურვებდით ამ ბანაკს, უბრალოდ მოდი რა ვქნათ, კომენტარებში დავწეროთ #გვინდა კიბერბანაკი და თუ კი იქნება დიდი ინტერესი, ამაზე უკვე ჩაგიწერთ ახალ ვიდეოს და გაგიზიარებთ იმ დეტალებს, თუ სად იქნება, როგორ იქნება, რა გეგმები იქნება და ასე შემდეგ. იქამდე თუ კი მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარი და უკვე ზედმეტი ოფიციალურობა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კაცი